როგორ დაინგრა ზესახელმწიფო, რომელიც მსოფლიოს ნახევარს მართავდა და მილიონობით ჯარისკაცი ჰყავდა. 1991 წლის 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა. ეს იყო მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური გარდატეხა. მაგრამ რა გახდა მისი რეალური მიზეზი? პირველი ეს იყო შიგნიდან ჩამოშლილი ეკონომიკა. ცენტრალიზებულმა სისტემამ სრული დეფიციტი შექმნა. ხალხი საათობით იდგა პურისა და პირველადი ნივთების გრძელ რიგებში. ამ დროს კი მოსკოვი მილიარდებს ხარჯავდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეიარაღების რბოლაში და ცივ ომში, რამაც ქვეყანა საბოლოოდ გააკოტრა. ამას დაემატა ავღანეთის ომი. საბჭოთა კავშირისთვის ეს ნამდვილი ვიეტნამი აღმოჩნდა. ათწლიანმა უშედეგო კონფლიქტმა ათასობით ჯარისკაცი იმსხვერპლა და საზოგადოების მძაფრი პროტესტი გამოიწვია. 1985 წელს მოსულმა მიხეილ გორბაჩოვმა რეფორმები, პერესტროიკა და გლასნოსტი გამოაცხადა. ხალხმა მეტი თავისუფლება მიიღო, რამაც სისტემის სისუსტეები კიდევ უფრო აშკარა გახადა. 15-ვე რესპუბლიკაში, განსაკუთრებით კი ბალტიისპირეთსა და საქართველოში დამოუკიდებლობის მოთხოვნამ პიკს მიაღწია. 1991 წლის აგვისტოში კომუნისტურმა ელიტამ პუტჩით სცადა ძალაუფლების დაბრუნება, თუმცა ხალხი ქუჩაში გამოვიდა და გადატრიალება ჩავარდა. იმპერიის წამზომი ჩაირთო. დეკემბერში რესპუბლიკების ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და 25 დეკემბერს კრემლზე საბჭოთა დროშა სამუდამოდ დაეშვა. სახელმწიფო, რომელიც ოდესღაც შეუჩერებელი ჩანდა, რამდენიმე თვეში გაქრა მსოფლიო რუკიდან. ეს გახდა მთავარი გაკვეთილი იმისა, რომ ეკონომიკურ კრიზისსა და ხალხის თავისუფლების ნებას ვერანაირი სამხედრო ძალა ვერ გაუძლებს. ვრცლად სტატია წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com